მოითმინე, სულ ცოტა გადარჩა. მალე გავთავისუფლდები და აღარაფერი გაგახსენდება. გამორიცხულია. ისინი არასდროს გაგვახარებენ. წამოდი, მითხარი რამ გაგაბრაზა. ამ პრობლემას ახლა მოვაგვარებ. თქვი რა გინდა და ყველაფერს შეგისრულებ. გვირდები. მინდა რომ საქორწილო კაბა აი ამ სიგრძის იყოს. და კიდევ აი ასეთი ფოტოსურათის შეკვეთა მინდა. ასეთი ფოტოების შეკვეთა გინდა? ხო, მოდი ასეთი შევუკვეთოთ. ეს გაცილებით ლამაზია. კარგი, ასეთი შევუკვეთოთ. სხვადასხვანაირი ფოტოს იღებენ და შენ უნდა შეარჩიო. დანარჩენებს თუ გინდა ნუ წამოიღებ. მეხუმრები, რა საშინელებაა? მე ასეთ ფოტოს არ გადავიღებ. რატომ? გინდა რომ სახალხოდ შემაწყვინო? ჩემო მეგობრებმა ამ ფორმაში რომ დამინახონ, სიცილით დაიხოცებიან. მომისმინე. პროვინციელი გოგოსავით 1000 სისულელეს ნუ იგონებ. სირცხვილია. ისედაც პროვინციელები ვართ. თქვენ სადაურები ხართ. თუ ასე გინდათ შეგიძლიათ ქალაქელი გოგო იპოვოთ. მაგრამ ბოდიში, ჩემზე დაქორწინება გიწევს. ასიე, თავიდან უნდა იწყებ, ხო? შენ საქორწინო ფოტოებიც სასაცილოდ გეჩვენება. საინტერესოა ქორწილში რითი დაიმშვიდებ თავს. პატყაფორსულობის გამო შენ უფრო გიწევს იძულების წესით გათხოვება, რადგან გამოდმევით პრობლემებს ქმნი და საჩხუბარ მიზეზს ეძებ. დაცილებით მემუქრები სახლიდან გარბი ხარ. სტამბოლის შორს არ არის. რამდენიც გინდა იმდენი ისე ერნე. ხელს არ შეგიშლი. ილიას, კარგი, გეყოფა. მორჩა. ანგელოზების გარეშეც გავძლებთ. ჩვეულებრივი ფოტოები გადავიღოთ. ეს რა არის? რომ გელოდებოდი, მაშინ ვიყიდე ჩემი ფულით. უკეთესზე ფული არ მიყვა. არ მინდა დაგავიწყდეს, რომ ჩემი ხარ. მოიცადე. გეყოფა.